გუშინდელ დაკავებებს აფასებენ პოლიტიკოსები, უმრავლესობაში ამბობენ, რომ თუ კი ადამიანის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება, სამართალდამცველებმა შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატარონ. უმცირესობის განცხადებით კი ახალი ხელისუფლება არა დაპირებების შესრულების, არამედ რევანშის გზით მიდის. თუ კი ადამიანების ქმედებაში არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება შესაბამისი ქმედებები განახორციელონ, ეს არის მათი კომპეტენცია. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმიანობაში, ყველაფერს გადაწყვეტავს გამოძიება, პროკურატურა და რა თქმა უნდა საბოლოო განაჩენს მიიღებს სასამართლო. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა მოსახლეობამ მას მხარი დაუჭირა არა იმიტომ, რომ რაღაც რევანშიზმით ყოფილიყო გამსჭვალული და მრავალი რაღაცეთი დაჭერები წარმოებდა და არამედ იმისთვის, რომ მან დაიჯერა, რომ მხოლოდ ექნება უკეთესი ცხოვრება თუ მისცემს ქართულობას ხმას. არავითარი მორალური უფლება ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს იყოს ოპოზიციაში, არავითარი მორალური უფლება, იმიტომ რომ ეს არის საკუთარი ხალხის ოპოზიცია. არავითარი მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს პოლიტიკურ დევნაზე იმ ორგანიზაციამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც გახლიჩეს საქართველო, რომლებმაც დააპირისპირეს საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთთან და ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართეს.